საღამოშიდობის 24 დეკემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გეყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. ეკონომიკის მინისტრისთვის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 55%-ით შემცირება ძალიან ლოგიკურია. ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ საარჩევნო წელს FDI-ის კლება საპოლემიკო არ არის. საქართველოში გერმანიის ელჩის ინფორმაციით გერმანიამ საქართველოსთან 227 მილიონი ევროს პროექტები შეაჩერა. პეტერ ფიშერის ინფორმაციით შეჩერებულია ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება და დარჩა სამოქალაქო საზოგადოების და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამები. APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით ამ დროისთვის პორტის შემოსასვლელი არხი გაწმენდილია და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა. რამდენიმე დღიანმა უამინდობამ და შტორმმა ნავსადგურში საოპერაციო პროცესები შეაფერხა. ანაკლის პორტის ინვესტორად შერჩეული ჩინური კომპანია სერბეთში სკანდალში გაეხვა. ჩინური CCCC ნოვი სადში რკინიგზის იმ სადგურის რეკონსტრუქციაში იყო ჩართული, სადაც ჭერის ჩამონგრევას ნოემბრის დასაწყისში 15 ადამიანი ემსხვერპლა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ცვლილებამ თეთრის 900 შეადგინა და დოლარის ოფიციალური ფასი 2 ლარი და 81 თეთრია. ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით 15 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულება 2 ლარი და 92 თეთრი გახდა. თეთრის 53 გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით და მისი ფასი 3 ლარი და 52 ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 98 შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და დონორული დაფინანსება. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ინვესტორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ. გაურკვევლობის ფონზე მაგალითად ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან კაპიტალი გაიტანოს. კერძო საინვესტიციო პროექტებთან ერთად დაპოლზებული არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი პროექტები და რეფორმები, რომლებიც დონორების დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. რა გავლენა აქვს ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადს და პროტესტს, რომელიც 27 დღეა ოცნების მიერ ქვეყნის კურსის ცვლილებას უპირისპირდება. ელნი გოგბერაშვილის სიუჟეტში გიყვებით. შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და დონორული დაფინანსება. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ინვესტორების ნაწილი არათუ ახალი პროექტების დაწყებაზე ამბობს უარს, კაპიტალის ქვეყნიდან გატანაზეც ფიქრობს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ლოგიკური შედეგია, როცა ქვეყნის ხელისუფლება კონსტიტუციით გამყარებულ მიზანზე უარს ამბობს და კურსს იცვლის. ოცნებამ ვერბალურად რაც არ უნდა ამტკიცოს, მათი გადაწყვეტილების შინაარსი ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთნაირად ესმით. დღეს თუ რაღაცა თვალსაზრისით მიმდინარეობს, ნახეთ, უკვე დაწყებული პროექტების მშენებლობა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაგრძელდება. აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს ამბობს იმას, რომ ის უცხოელები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. უცხოელებზეც აღარ ვსაუბრობ, მოდი ქართველებზეც ვთქვათ, ქართველებიც მათ შორის უკვე კითხვებს სვავენ, რამდენად ღირს საერთოდ ინვესტიციის განხორციელება. ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები აქვთ, უკვე ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ გააგრძელონ საქმიანობა და გადავიდნენ უკვე ცენტრალურ აზიაში. ჩვენც ქონდა მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან, რომელიც სამწუხაროდ დაპაუზდა. ეს არჩევნების მერე, არჩევნების მერე და ბოლო 3 კვირის განმავლობაში რაც ხდება, ბუნებრივია საერთოდ ლაპარაკი ამაზე აღარ არის, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში. იმას, რაზეც ბიზნესი საუბრობს, აღიარებს ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერიც, თუმცა ბიზნესისგან განსხვავებით ეკონომიკის მინისტრის პროგნოზები გაცილებით ოპტიმისტურია. პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა ბიზნესები საუბრობენ დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. მე რაც ინფორმაცია მაქვს, ძალიან მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ფაქტობრივად არც ერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა მან ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ აქ ოპტიმისტურად ვუყურებთ სურათს, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამისი ყველა წინაპირობა არსებობს.
ქართული ოცნების განაცხადი შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესის საფრთხის ქვეშ აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასაც, როგორიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტია. როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2,3 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენ თუ ესე შეგვეცვალა იმიჯი და ევროკავშირისკენ აღარ მივდივართ და გავხდით რაღაცა დაქვემდებარებული ერთი ადამიანის სურვილებს ან ერთი ქვეყნის მეზობელი ქვეყნის სურვილებს ქვეყანა, მაშინ ინტერესი აღარ იქნება ამისი. ყველამ ვიცით ახლა რამხელა სარგებელი შეიძლება ამან მოუტანოს, იმიტომ რომ ვაწარმოებთ 6-7-8 ცენტად და ვყიდით 3-ჯერ 4-ჯერ, უბრალოდ შანსი არის 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტად რომ გავყიდოთ. ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ შეჩერებულია არა მხოლოდ კერძო საინვესტიციო პროექტები, არამედ ის პროექტებიც, რომელსაც დონორები აფინანსებდნენ. მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის 340 მილიონი ევროს პროექტებიდან 120 მილიონის ღირებულების პროექტები გაჩერებულია. სავარაუდოდ ასევე შეჩერდა 653 მილიონი ევროს პროექტები, რომელსაც საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები აფინანსებდნენ. გერმანიის მთავრობამ ასევე უარი თქვა საქართველოში 227 მილიონი ევროს პროექტების განხორციელებაზეც. აქედან 23 მილიონი ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. უნდა აშენებულიყო 6 მეგავატიანი მზის სადგური, სადღაც 15 ავტობუსი უნდა ყოფილიყო 12 მეტრიანი ბათუმში, როგორც წყალბადზე ივლიდა და ეს შექმნიდა რაღაც ისეთ რენომეს ქალაქის. ელექტროლიზის მოწყობილობა, რომელიც წყალბადს აწარმოებდა და დამტენი ინფრასტრუქტურა რა, ეს იყო ესეთი საჩვენებელი, სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ცოდნასაც შემოიტანდა, თქვათ, იმ ახალი ტექნოლოგიის, ხო და იმით შეუქმნიდა ბათუმს, რაც მთავარია, რომ აი სუფთა ქალაქი, ასეთი, ანუ დანაკარგი მარტო ეს ფინანსური კი არ არის, არამედ ის, რომ სხვანაირი ქალაქი იქნებოდა აი ამ მწვანე და სათქმელი და საჩვენებელი იქნებოდა. ფაქტიურად შეჩერებულია სახელმწიფოს დაფინანსებები დონორების მხრივ, რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო სექტორს და კერძო სექტორს, ამაზე რამდენიმე პროექტი თავს იკავებს, აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეჩერებული, ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდით და რაც თავია, არ ვიცით რა იქნება მომავალში. ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო მიმდინარე წლის დეკემბერში ბიუჯეტში ევროკავშირიდან დაახლოებით 21 მილიონი ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვეღარ მიიღებს. 3 წლის განმავლობაში კი ქვეყანა ევროკავშირიდან 121 მილიონი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას კარგავს, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოხმარებოდა. საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა შვედეთმა, საიდანაც საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი. ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო გაძლიერებას, ნაწილი კი სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილ დახმარებას წარმოადგენდა. ანაკლის სპორტის ინვესტორად შერჩეული ჩინური კომპანია სერბეთში სკანდალში გაეხვა. ჩინური CCCC ნოვის სადში რკინიგზის იმ სადგურის რეკონსტრუქციაში იყო ჩართული, სადაც ჭერის ჩამონგრევას ნოემბრის დასაწყისში 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნეტგაზეთი წერს, რომ სიდიდით მეორე ქალაქის ნოვის სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი უკავშირებს კორუფციას. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. რეაბილიტაციის ეს პროექტები ნაწილი არის იმ მეგაპროექტებისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები CRIC და CCCC. ამ მეგაპროექტებს ადგილობრივი კორუფციის მკვლევრები საეჭვოდ მიიჩნევდნენ. კომპანიები არიან ბელგრადი ბუდაპეშტის რკინიგზის რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის მთავარი კონტრაქტორები. მათ შორის ერთ-ერთია China Communication Construction Company, ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლის სპორტში მთავარ პარტნიორ დაასახელა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლის ღრმაწვოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში უპირატეს ნომინანტად დასახელებულ ჩინურ კორპორაცია CCCC-ს 2025 წლის იანვრის ბოლომდე მიეცემა ვადა, რათა მათ საკუთარი საინვესტიციო პოზიცია დააზუსტონ.
ხმაცდება მთავრობამ და ქართული ოცნება. თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ხელებს ვიფშვნეთ სიხარულით, ასე არ არის. არ გვიხარია, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის ცუდი. ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებს კომპანია STEMscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა და ამბობს, რომ ეს უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და ინვესტორების განწყობაზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე და დემოკრატიაზე დგას, მთავრობას იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რამე შეიცვლება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფუძვლიანი ჰქონდეს. STEMscale-ის კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვეძე აღნიშნავს, რომ არსებობს მოლოდინი, რომ ეს სია ქართული მაღალჩინოსნების ხარჯზე კიდევ გაფართოვდეს. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის სიას პრაქტიკაში იყენებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იგივე სიის ასახვას აკეთებენ უკვე საკუთარ სიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სანქცირებულ პირებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ სხვა ქვეყნებშიც. არ ვიცით ახლა რა პირობებში არიან ჩვენი მაღალჩინოსნები, რომლებიც დასანქცირდნენ, აქ თუ არა მათ ამერიკაში რაიმე ქონება და უშუალოდ ამ კუთხით თუ შეეხებათ მათ ეს სანქციები. თუმცა ვინაიდან მაგნიტსკის აქტის გადატანა მეტნაკლებად კოპირება მოახდინა ასევე კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმაც და ძირითადად ასე ხდება ხოლმე, რომ სარკისებურად აისახება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ადამიანების სია ჩამოთვლილი ქვეყნების სიაშიც, ალბათ უფრო თვალშისაცემი და ხელშესახები ეფექტი ექნება იმას, რომ მათ შეეზღუდება წვდომა საერთაშორისო საგადახდო სისტემებზე. ხმად ცდება მთავრობა და ქართული ოცნება თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ხელებს ვიფშვნეთ სიხარულით, არ ვიფშვნეთ და არ გვიხარია, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და გაცილებით გვირჩევნია, რომ ეს ადამიანები ამ სიიდან ამოიღონ, ეს ხუთივე ადამიანი, ვიდრე ის რომ ამ სიაში დარჩნენ, იმიტომ რომ ამოღება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ კურსი შეცვალა და ქვეყანა გონს მოეგო, იმიტომ რომ ამერიკა არის წესების და ინსტიტუტების და დემოკრატიის ქვეყანა. ასე რომ არ ვიქნებოდი ახალი ადმინისტრაციის იმედად მთავრობის ადგილზე. უკაცრავად, არსებობს წითელი ხაზები, სანქციები უნდა ახსრულდეს. ეს უნდა უთხრას ნათია თურნავამ ოცნებას, ამბობს საქმის კურსის ეთერში კომპანია STEMscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დიდი როლი აკისრია იმაში, თუ როგორ მოხდება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან დაწესებული სანქციების ახსრულება. კუკავას განცხადებით, გასულ წელს სანქციების ახსრულების საგამონაკლისო წესის გამოცემით, ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გადაუსვა სების 20 წლიან ინსტიტუციურ მახსოვრობას. მისი შეფასებით, ქვეყნის რეპუტაციისაგან რა დარჩება, დიდწილად ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული და აუცილებელია, რომ თურნავამ ქართულ ოცნებას და მთავრობას უთხრას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავა და ქვეყანაში სანქციების ახსოვნება მოხდება. პაუელი, ფედის თავმჯდომარე, რომელმაც ტრამპს უთხრა გარკვევით, მოსვლა შენი საქმე იყო, წასვლა ჩემი საქმეაო. ტრამპს უნდა მისი მოძრობა. სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, უნდა მისი მოძრობა, ზუსტად ეს ამის გაკეთება უნდა, მაგრამ პაუელი ამბობს, რომ არანაირი იურიდიული ბერკეტი ამისთვის არაა. იგივე შეიძლება გააკეთოს ქალბატონმა თურნავამ, რომელიც ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანია და თქვას, რომ უკაცრავად არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავალთ და ეს სანქციები უნდა ახსრულდეს მთელი მასშტაბით და თუმცა ეს რამდენად მოსალოდნელია, როდესაც სების დამოუკიდებლობის ხარისხი ეკითხვის. როდესაც დაფიქრდება ადამიანი, რა რჩება ჩემ შემდეგ, აი რა დარჩება ქალბატონ ნათია თურნავას, ხო? აი რა დარჩება? მართველი პარტიის ერთგულება თუ ისტორიის გაგრძელება, რომელიც შექმნა ეროვნულმა ბანკმა 20 წლის მანძილზე. აი რა დარჩება, რა საიღებს ის? ამ თანამდებობაზე ის მოვალეობის შემსრულებელი სამუდამო ხო ვერ იქნება. ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურობამ ბიზნესის ნაწილი, მათ შორის განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი დააზარალა. ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე დაზარალებულ სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებს ხვდებიან და მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ ამ სექტორს. თავად ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ნაწილი კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით სამინისტროდან მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა. შესაბამისად, ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასობაში კი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე ჯავშნების გაუქმება გრძელდება. რა ხდება ტურიზმის სექტორში და დრას ითხოვენ ამ დარგის წარმომადგენლები, თუმცა შუბაშვილის სიუჟეტში გიყვებით.
გვესმის რომ თბილისის მოვლენების გამო გარკვეულწილად დაზარალდა თბილისის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გარკვეული ნაწილი, ეს გვესმის იმედია რომ ეს მალე გამოსწორდება. ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურობამ ბიზნესის ნაწილი, მათ შორის განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი დააზარალა. ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით შესაბამის ბიზნეს ჯგუფებთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა იმასაც დასცენს, რომ ეს გამოწვევები დროებითია. ბევრი ბიზნესი დღეს რა თქმა უნდა არ რთულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, რითეილი, რომელზეც ეს პროცესები აისახება პირდაპირ. მე ვფიქრობ, რომ მომავალში 25 წლის განმავლობაში ეს უკვე რა თქმა უნდა პირიქით შეიცვლება. სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს ასევე შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფებთან, ამ კვირის განმავლობაშიც მე მაქვს გარკვეულ ბიზნეს ჯგუფებთან შეხვედრები, კონკრეტულად მათ ისეთ ჯგუფებთან, რომლებსაც პირდაპირ ისახებოდა პროტესტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელებთ რა შეიძლება ასეთ ბიზნესს დაუშვათ, როგორ შეიძლება ასეთ ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ. აღიარება, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დაზარალდა კარგია, თუმცა არასაკმარისი. ასე პასუხობს ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ნაწილი ეკონომიკის მინისტრს. სასტუმროების ფედერაციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან მათთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ყოფილა. ამიტომ დარგი მინისტრთან შეხვედრას და მსჯელობას ითხოვს, რა შეიძლება გაკეთდეს შექმნილ ვითარებაში სექტორის ხელშესაწყობად. თუმცა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი მაგალითიც, როდესაც არაერთი შეხვედრის მიუხედავად ეკონომიკის სამინისტრომ მათ ქონების გადასახადის გადავადებაზე უარი უთხრა. იმის აღიარება, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დაზარალდა ძალიან კარგია. მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულ სტუმარ-მასპინძლობის სექტორს რამით დავეხმაროთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდებოდა თუ შეხვედრა მოხდებოდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორთან ეს ერთი და მეორე რაღაც რამე კონკრეტული გეგმა თუ გვაქვს რას ვაკეთებთ ანუ დაზარალდით გავიგეთ ვაღიარეთ რომ დავზარალდით იგივე პროცესი ქონდა მაისში მაშინაც შევხვდით ბატონ ლევანს მაშინაც ვაღიარეთ რომ პროცესი დაზარალებულია მაშინაც ვაღიარეთ რომ ჩვენი სექტორი დაზარალდა და რა ანუ რა გავაკეთა სახელმწიფომ, რას ვაკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დაზარალებულ სექტორს გვერდში დაუდგნენ. ეს არის კითხვა და ველოდებით პასუხს ამ კითხვასთან დაკავშირებით. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ერთ-ერთი ის დარგია, რომელზეც მთავრობის ანტიდასავლური ქმედებები და აქციების ძალადობრივი დაშლა ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე ნეგატიურად აისახა. ჯავშნები განსაკუთრებით აქტიურად თბილისის სასტუმროებში უქმდება, როგორც კორპორაციული ღონისძიებების, ასევე ინდივიდუალური ვიზიტების. ეს ტენდენცია დედაქალაქის სასტუმროების შემთხვევაში იანვრის ჯავშნებზეც ფიქსირდება. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და ჩვენი სასტუმროების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯავშნების გაუქმებები გვაქვს. ეს საწყის ეტაპზე დეკემბრის თვეზე იყო, თუმცა ბოლო რამოდენიმე დღის ტენდენციიდან გამომდინარე, უკვე იანვრის ჯავშნებიც გვიუქმდება. მაგალითისთვის 2025 წლის 8-დან 14 იანვრამდე კარატის ჩემპიონატს მასპინძლობთ საქართველოში და ამ პერიოდში ჩვენი სასტუმრო სრულად იყო დაჯავშნილი, თუმცა სამწუხაროდ დღეს მივიღე მეილი შეტყობინება, რომ აღნიშნული ჯავშანი გაგვიუქმეს. ზოგადად საქართველოში ახალ წელს ძალიან დიდი რაოდენობით ყავს მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრები და ეხლა ეს ინფორმაცია შესაბამისად ძალიან სწრაფად ვრცელდება და აი სომხეთი, რომელიც მაგალითად ბოლო 10 წლის განმავლობაში სტაბილურად ჩვენი პარტნიორი არის, 110 ნომრის ნაცვლად 25 ნომერი აქვს დღეს დაჯავშნილი ახალ წელს. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე 78% გქონია ხოლმე ყოველ წელს, როცა მანდან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. შესაბამისად 20%-აც ვერ ვწდებით დატვირთულობით, საშუალო თვიური დატვირთულობით. მოხარულები ვიქნებით, ერთად დავსხდეთ და გამოსავლის გზებზე ვიფიქროთ, დავსახოთ რამე მიზნები ამ სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად, იმიტომ რომ საკმაოდ დაზარალებულია. როგორც ჩვენი სექტორი და ჩვენი სასტუმრო, ისე ალბათ ყველაფერი. სასტუმროების დატვირთულობა შემცირებულია რეგიონებშიც, მათ შორის ზამთრის კურორტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად უკვე გაიხსნა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ, როგორც ევროპელი, ასევე მეზობელი ქვეყნების მოგზაურები. მათი თქმით, დატვირთულობის მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობა გუდაურშია. გუდაურში არის ჯერჯერობით ჯავშნები, იყო პატარა გაუქმებები ჯგუფების, ძირითადად ევროპიდან. ჯავშნები არის წინასწარ გაკეთებული რამდენიმე თვით ადრე. ზოგი არის რა თქმა უნდა ახალი, მაგრამ მთავარია რომ მივახოდება ამ პერიოდს, როგორ ჩაივლის თვითონ სეზონი. დაზარალდა არა მარტო თბილისი, ძირითადად რეგიონების სასტუმროებზეც აისახა, განსაკუთრებით იქ, სადაც
კონფერენციები ტარდებოდა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი კლება არის კონფერენციებში ხოლმე. და ინდივიდუალური ჩამოსვლები არის შედარებით შემცირებული. ანუ ისე დაბალი სეზონი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს არის ინდივიდუალური გაუქმებებია ძირითადად. ეს ეხება როგორც კორს, ეს ეხება ქუთაისაც. რასაც გადავხედეთ სტატისტიკებს, კურორტ საირმეს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი დეკემბერი აქვს ამ ეტაპზე. საირმის შემთხვევაში ჯავშნები 70% გაუქმდა, რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანში დიდი დოზით დამოკიდებული ვიყავით უშუალოდ სეზონი, როდის გაიხსნებოდა და მანამ სანამ სეზონი გაიხსნა, მანამდე დაიწყო ეს აქციები და შესაბამისად ჯავშნები არც კი გაკეთებული. თუნდაც გასულ წელს 2023 წელს ბერლინში ვიყავით გამოფენის მასპინძელი ქვეყანა და დავიწყეთ გამოფენა ძალიან კარგად, იმ საღამოს მოხდა ის, რომ ეს აგენტების კანონი შემოვიდა და მეორე დღიდან შესაბამისად დაიწყო შეხვედრების გაუქმებები და იქ ყველა პარტნიორმა დაგვიფიქსირა, რომ როგორც კი თქვენთან დაალაგდება სიტუაცია, კვლავ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. რამოდენიმე დღის წინ ვიყავით ჩინეთში ვორქშოპზე, იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო, რომ ჩვენთვის საინტერესო რეგიონი არის სრულად საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუმცა უსაფრთხოება არის ნომერ პირველი და ამ ეტაპზე ცოტა ხნით თავ შევიკავით. ეს არის მათი კომუნიკაცია. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში დარგი კიდევ უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დადგება, როგორიცაა საბანკო ვალდებულებების მომსახურების და დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემის პრობლემა. ამიტომ ტურიზმის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსგან დროულ კომუნიკაციას და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას ითხოვს. 2024 წლის ნოემბერში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, გაიზარდა. PMCG-ის დასაქმების ტრეკერის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით არის გაზრდილი. 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს ნოემბერში საერთო რაოდენობის 16.4% იღებდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს თვიური ხელფასის მიმღები პირების საერთო რაოდენობის 28.7% იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს კი 2.4% იღებდა. ამ ადამიანების რაოდენობა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ული პუნქტით და კიდევ ერთი წლით ადრე 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 7.1%-ული პუნქტით არის გაზრდილი. 2024 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით გამოქვეყნდა 46222 ვაკანსია, რაც წლიურ ჭრილში 2.9%-ით ზრდაზე მიუთითებს. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების ტრეკერში მითითებულია, რომ ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ჯობსჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 20.6%-ით 6218-მდეა შემცირებული. კვლევითი ცენტრის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ივნის-ნოემბერში ჯობსჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. ამ პერიოდში ჯობსჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 2.8%-ი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულია დასაქმების ტრეკერის ავტორების მხრიდან და პუბლიკაციაში მითითებულია ისიც, რომ ყველაზე მეტი ვაკანსია ივნის-ნოემბერში ადმინისტრაცია მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა, თუმცა ამ შემთხვევაში წლიურად ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია. სექტორის მიხედვით ჯობსჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ასეთ სურათს გვაძლევს. ადმინისტრაციის მენეჯმენტის კატეგორიაში 10195 ვაკანსია იყო, რაც 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია. ფინანსების სტატისტიკის კატეგორიაში 8342 ვაკანსია ფიქსირდება, რაც ასევე წლიურ ჭრილში 1.9%-ით ზრდაზე მიუთითებს. ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში ივნის-ნოემბერში 7795 ვაკანსია გამოქვეყნდა და გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 11.7%-ით ზრდაზე მიანიშნებს ეს მონაცემი.
მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია დამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო და ამ დარგმა ეკონომიკის სექტორების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ოფიციალური სტატისტიკით ივლის-აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყანაში ამ სექტორში 63,600,000 დოლარის პირდაპირ ინვესტიცია შევიდა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება. დღესაც რომ მოგცენ გაყიდვის უფლება გამორიცხულია გეგმის შესრულებას ვერ ვასწრებთ, ამბობს კომპანიას 3 ძმის თანადამფუძნებელი პიროტექნიკის რეალიზაციის შეზღუდვიდან გამომდინარე არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, შეზღუდვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ტყიბულში საქნახშირიდან 40 ადამიანია გათავისუფლებული. პროფკავშირების ინფორმაციით მეშახტეებთან ერთად გათავისუფლდნენ ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებიც. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გლოვოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. უსამართლო კომერციული საქმიანობის ნაწილში. სააგენტოს ინფორმაციით საკითხი საკურიერო სექტორში ქართულ ენაზე მომსახურების წესების დარღვევას ეხება. თბილისის მერის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2,455,000,000 ლარის მოცულობით დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისაგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს. Human Rights Watch საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დაუწესონ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამას გარდა, Human Rights Watch ევროკავშირს მოუწოდებს დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. თბილისის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ოპოზიციის გარეშე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. არც ერთი კრიტიკული კითხვა და მადლობებით სავსე ბევრი კომენტარი. ოცნების წევრებს ბიუჯეტის დასამტკიცებლად საათზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდათ. თბილისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტი 2,455,000,000 ლარად განსაზღვრა. ყველაზე დიდი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჯანდაცვას და სოციალურ ხარჯებს მოხმარდება. დეტალებით გიგაბენია. 2,455,000,000 ლარი. ეს თბილისის 2025 წლის ბიუჯეტია. საკრებულოში ქართულმა ოცნებამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ყველაზე მეტი 7,7 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. გზების მიმართულებით 155 მილიონი ლარი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა გახლავთ 193 მილიონი ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებები 86 მილიონი ლარი, ხიდები, კოლექტორები და საყრდენი კედლები 24 მილიონი ლარი, ავარიული სახლების ჩანაცვლება და გამაგრება 21 მილიონი ლარი, პარკების მოწყობა რეაბილიტაცია 52 მილიონი ლარი, თბილისის განვითარების ფონდის პროექტები გახლავთ 46 მილიონი ლარის ოდენობით, სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის ბაღში კორტების რეაბილიტაცია ჯამურად 11 მილიონი ლარი, ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია 14 მილიონი ლარი, 14,600,000 ლარი. ირაკლი ხმალაძეს ბევრი არ უსაუბრია, თქვა რომ მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ოცნების დეპუტატებს უკვე წაკითხული ჰქონდა და ჩათვალა, რომ გადასახადის გადამხდელებს მეტი არ უნდა გაეგოთ. მისი განცხადებით, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი და თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა. ამასთან დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი პროექტი. გარდამავალი პროექტი არის 201 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რომელიც ორი ხელშეკრულებისგან შედგება. მომდევნო წელს ეს ხარჯი იქნება კიდევ 155 მილიონი ლარი და სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა 10 მილიონი ლარი. სკვერების მოწყობა რეაბილიტაციის მიმართულებით 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და ასევე დასრულდება კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, მეორე ეტაპი 46 ნომერი და ამისთვის გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარი. რუსთაველის გამზირის და ჭავჭავაძის გამზირიდან ბაგებამდე მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 42 მილიონი ლარი და ამის გარდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ურნების და კონტეინერების განთავსება და გარე განათებისთვის დამატებით ასევე 14 მილიონი ლარი. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ის მთავარი მსხვილი პროექტია, რომელიც თბილისის მერიამ ბიუჯეტში წელსაც ჩაწერა. ჯერ კიდევ გასულ წელს დედაქალაქის მთავრობა გვპირდებოდა, რომ მთავარი გამზირის რეაბილიტაცია წელს დაიწყებოდა. ახლა კალაძე გვპირდება, რომ გამზირის, სადაც ყოველდღიურად 100,000-ობით ადამიანი დგას, სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. მერი არც რუსთაველის რეაბილიტაციის და არც სხვა პროექტების დეტალებზე საუბრობს. პირველი რაც გაკეთდება, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავის მიწის
მიწისქვეშა კომუნიკაციებით. შემდეგი ეტაპი ეს იქნება შენობა ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა პირველი ეტაპი რაც იქნება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი გამწვანებული თარგებით, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით. სხვა პროექტებს რაც შეეხება ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ყველა იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს დაგეგმილი 2025 წლისთვის. საკრებულოს სხდომა, სადაც 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიცია არ დაესწრო. მათ თქვეს, რომ არაფერი აქვთ კალაძისთვის საკითხავი, როცა თბილისში ხალხს არბევენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახლა არა საკრებულოში, არამედ რუსთაველზე ხალხთან უნდა იდგნენ. წარმოუდგენელია, ეხლა უნიღბო რუსთან ერთად, ამ მოძალადეების ფარვთან ერთად დაჯდე და ვითომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში, დემოკრატიობა ნაითამაშო. ადამიანი, ვისთვისაც ეს ყველაფერი რაძალადობასაც ახორციელებს ხელისუფლება, თავისუფალ მომიტინგეებზე არის მისაღები და ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც უბრალოდ არ შეიძლება არც ერთი სადისკუსიო სივრცის გაყოფა. შვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით. ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში ჩვენ ცხადია არ დავესწრებით საკრებულოს დღევანდელ სხდომას. არ ვღებულობს მონაწილეობას ამ ფარსში, ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან. ოპოზიციის გარეშე ყოფნა მართველი გუნდისთვის კომფორტული აღმოჩნდა. ბიუჯეტი მოკლე დროში დაამტკიცეს, მერე კი შეაქეს. ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატების მთავარი გზავნილები პოლიტიკური და 27 დღის მანძილზე გარეთმდგომი მოქალაქეების მათ დისკრედიტირებელი იყო. არ მაქვს კითხვები არ მაქვს, იმიტომ რომ თვითონ ბიუჯეტის შემოტანის პროცედურა საკრებულოში იყო ძალიან ცივილიზებული, სამსახურის უფროსები შესაბამისი მოადგილეებით, თანამშრომლებით პირველი შეხვედრა მოხდა მათთან და მე რაც კითხვები მქონდა, გაეცა პასუხი. ერთადერთი, რასაც ახლა ამ ციფრებს რო უყურებ და რაც ამათ შეიძლება ესეთი დანანება გამოიწვიოს, არის ის, რომ აცნობიერებ, რომ ობიექტურად ეს მაჩვენებლები, ეს მონაცემები შეიძლება და ყოფილიყო უფრო მაღალი, რომ არა, უკანასკნელი წლების მანძილზე ის რყევები ხელოვნურად გამოწვეული რყევები, მოგონილი მიზეზებით წარმოებული რყევები, რასაც რადიკალური ოპოზიციური ძალები იწვევენ ამ ქვეყანაში. თავარი რაც არის, არ არის ბიუჯეტი. თავარი არის ის გამბედაობა, რა პროექტებსაც შევეჭიდეთ, ხო? ანუ კახა კალაძის თავისთავად ხადია მეთაურობით, ქალაქის მერის, რომელმაც გაბედა და გააკეთა ჭავჭავაძის გამზირი. ქეთევან დედოფლის გამზირი, წერეთლის გამზირი, რომელსაც მოყვა ინით აღუწერელი კრიტიკა, დაუსაბუთებელი აბსოლუტურად, თუმცა დღეს ჩვენ ვანახეთ ახალი მოდელი ქალაქის განვითარების. მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ არა მხოლოდ იმისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებთ, არამედ იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ როგორც პოლიტიკური ლიდერი. იმიტომ რომ აი ამ გასული რამდენიმე 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მყარად ორფეხზე დგომა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩენილიყო როგორც ეკონომიკურ, ასევე ფიზიკურ განადგურებას. საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები გვარწმუნებდნენ, რომ მათი არჩევანი ევროკავშირია. იგივე სადა კახა კალაძემაც, რომელმაც 2024 წლის ანგარიშის ჩაბარების დიდი ნაწილი ევროპელი ლიდერების კრიტიკას მიუძღვნა. ამ დროისათვის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ეს ბირჟა გაიხსნა, ქვეყანაში გაყიდული ელექტროენერგიის მხოლოდ 28% ივაჭრებოდა. ეს საკონსულტაციო კომპანია ომნიას მიერ მომზადებულ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია მითითებული. ივლისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბირჟა ოფიციალურად გაიხსნა, ნოემბრის ჩათვლით ჯამში 17,9 მილიონი კილოვატ-საათი გაიყიდა. მაშინ, როცა გამომუშავება ამ პერიოდში თითქმის 6 მილიარდი კილოვატ-საათი იყო. ნოემბერში ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 483,000 კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყო, რომლის საშუალო ფასმაც კილოვატ-საათზე ლარებში 13 თეთრი და 9/10 შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ჯერჯერობით დეკემბერში არ შემდგარა. ენერგეტიკის ბირჟას, რომელმაც ფუნქციონირება ამ წლის ივნისიდან დაიწყო, 4 თანაბარი მოწილე ჰყავს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
ოპერატორი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება წელს 1 ივლისიდან დასტარტა და ამ დროისათვის მხოლოდ 21 კომპანია ვაჭრობს ბირჟაზე. 6-ჯერ გადავადების შემდეგ 1 ივლისს ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედება შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ითვალისწინებს, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევა მომდევნო წლის 1 ივლისამდეა. ნოემბერში ელექტროენერგიის გამომუშავება წრეურად თითქმის 7%-ით 936 მილიონ კილოვატ-საათამდე შემცირდა. 11 თვეში წელს ელექტროენერგიის წარმოება უმნიშვნელოდ 0,2%-ით 13 მილიარდ 200 მილიონ კილოვატ-საათამდეა გაზრდილი. ასევე გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც. 11 თვეში ჯამურმა მოხმარებამ 12 მილიარდ 600 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 6,5%-იან ზრდაზე მიანიშნებს. TBC კაპიტალის ინფორმაციით 2024 წლის ნოემბერში 11 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა და 11 თვის ჭრილში საშუალო ფასი 5%-ით 5,5 ცენტამდე 5,55 ცენტამდე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ესკოს გენერაციის ობიექტებისაგან შესასყიდი დენი გაძვირდა, თუმცა ეს გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება, რადგან ეს ტარიფი სემეკის მიერ რეგულირებული არის და ამ ეტაპზე უკვე დადგენილიც. რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში საქართველოს რუსეთიდან 175 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. ამ პერიოდში ქვეყანამ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მიიღო, თუმცა ძალიან მცირე მოცულობის. ჯამში წელს ელექტროენერგიის იმპორტის 700 მილიონ კილოვატ-საათამდე იყო, თუმცა დეკემბერ-იანვარში იმპორტი კიდევ გაიზრდება, რადგან ზამთარში საქართველოს გენერაციის ობიექტები თითქმის გაჩერებულია და ქვეყანა ან იმპორტირებულ დენს, ან თბოსადგურებიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს. ყიბულში საქნახშირიდან ჯამში 42 ადამიანი გაათავისუფლეს. ეს BMG-ის მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ სურამელაშვილმა დაუდასტურა და მისი ინფორმაციით მეშახტეებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებულია ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებიც. ამ 42-ში ადმინისტრაციული კადრიც არის და არიან რიგითი დასაქმებულებიც, გათავისუფლებულებს შორის არიან ისინიც, რომლებიც პროფესიულ სწავლებას არ დასწრებიან, გამოცდაზე არ გასულან, ან გასულები არიან და მინიმალური ქურლები აქვთ აღებული, თუმცა ჩვენი ჩართულობით ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ გამოცდას თუ ჩააბარებენ, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს, ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი. სურამელაშვილის თქმით, მისი პირადი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს სამსახურიდან. აღნიშნავს, რომ გარკვეული კომპეტენციის დადასტურების შემდეგ დამსაქმებლისაგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები სამსახურში აღდგენილები იქნებიან. საქართველოდან ციტრუსის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა. სექტემბერ-ნოემბერში უცხოეთში 5 მილიარდ 456,000 დოლარის ციტრუსი გავიდა. 2023 წლის იმავე პერიოდში კი ექსპორტი 3 მილიონ 50,000 დოლარის იყო. მათ შორის ნოემბერში საექსპორტო ბაზარზე 5 მილიონ 100,000 დოლარის ციტრუსი გაიგზავნა, რაც 921 ტონას ნიშნავს. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, სექტემბერ-ნოემბერში რუსეთში საქართველოდან 4 მილიონ 90,000 დოლარის მოცულობის 6,660 ტონა ციტრუსი გავიდა. მეორე ადგილზე სომხეთია 2,120 ტონა ექსპორტირებული ციტრუსით და მესამე პოზიციას უკრაინა იკავებს, სადაც საქართველოდან 117,390 დოლარის ღირებულების 278 ტონა ციტრუსი გავყიდეთ. უკრაინას საექსპორტო მოცულობებით მეოთხე ადგილზე ბელარუსი მოყვება, ამ შემთხვევაში სექტემბერ-ნოემბერში სულ 39,000 დოლარის 40,400 ტონა ციტრუსი გვაქვს გაყიდული. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ კვლევაში მიუთითებს, რომ შეფასების ძირითად კრიტერიუმებად შერჩეული აქვს საომარი მოქმედებების შემდგომ პერიოდში საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების ანალიზი და მითითებული არის, რომ იზრდება თუ არა საქართველოს რკინიგზით გადაზიდვები და როგორ იყენებს ქვეყანა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას. მონაცემები მიუთითებს, რომ 2024 წელს 22 წელთან
შედარებით შემცირებული არის გადაზიდვები 2022 წელს 21-თან შედარებით 6-ვე მიმართულებით ტვირთნაკადების ზრდის ტენდენცია არის აშკარა საშუალოდ 25%-ით, რაც ძირითადად სხვადასხვა დერეფნებიდან ტვირთების გადმომისამართებით იყო განპირობებული. მითითებულია კვლევაში ტვირთნაკადის ზრდა კი იძლეოდა წინაპირობას, რომ მომდევნო 2023 და 2024 წლებში ასეთი ტენდენცია შენარჩუნდებოდა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო საქართველოს პორტებში ტვირთების გადამუშავებაზე, ასევე ერთობლიობაში დერეფნის ფუნქციონირებაზე. კვლევით კი, როგორც ეს მონაცემები მიუთითებს, დაზუსტდა, რომ 2024 წელს 2022-თან შედარებით ტვირთების შემცირებული არის რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით 4%, სატრანზიტო ტვირთბრუნვის მიმართულებით ასევე რკინიგზაზე 2%-იანი ზრდა არის, გადაზიდული ტვირთები ჯამში 6%-ით კლებას აჩვენებს, სატრანზიტო ტვირთები გადაზიდული 3%-იან კლებაზე მიუთითებს, არ შეცვლილა გადაზიდული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა, საკონტეინერო სატრანზიტო ტვირთები 11%-იან კლებას მიუთითებს. დასკვნის მიხედვით, კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ საომარი მოქმედებების შედეგად რეალურად ტვირთნაკადების გადმორთვა საქართველოზე გამავალი დერეფნით მოხდა, ხოლო მომდევნო წლებში ტვირთნაკადების კლება და ადრინდელ დერეფნებზე დაბრუნების მყარი ტენდენცია შეიმჩნევა. ამ წლის მესამე კვარტალში რადიოების კომერციული სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია, ტელევიზიების კი შემცირებული. მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით 2.100.000 ლარამდე გაიზარდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქციის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომერციული სარეკლამო შემოსავლის 90% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი სპონსორობაზე მოდიოდა. მესამე კვარტალში ყველაზე მაღალშემოსავლიანი რადიოები კი იყო რადიო ჰოლდინგი ფორტუნა 1.300.000 ლარით, რადიო იმედი 191.000 ლარით, რადიო პალიტრა 96.300 ლარით და ქართული რადიო 90.000 ლარით. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით 2024 წლის სამ კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 10%-ით 16 მილიონ ლარამდე შემცირდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. კომისიის განცხადებით შემოსავლების კლების მიზეზი საპარლამენტო არჩევნები იყო, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ამ პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს აძლევს უფლებას საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, ამ პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისათვის დათმობილი დრო კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის განაწილდა, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა. მესამე კვარტალში ტრადიციულად წელსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი ტელეიმედს უფიქსირდება, მეორე ადგილზე რუსთავი 2-ია, მესამეზე მთავარი არხი. რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა, რაც მას მხოლოდ ტაილანდის ჩამორჩენაზე მიუთითებს. კერძო წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 13.6% იყო, რომ შევადაროთ 2023 წელს საქართველო მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებდა. RBK საერთაშორისო საბროკერო კომპანია ტრანიო კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს ამასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-იანი კლებაა. ექსპერტები ქვეყნის დაინტერესების ზრდას შესulis დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც 15.000 დოლარიდან იწყება, მიზეზი ასევე საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაციაა. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც მომავალი წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება. TASS წერს, რომ რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში. მაინინგი ირკუტსკის ოლქის იმიერბაიკალეთის მხარეს და ბურიატიკის რესპუბლიკის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონკრეტული გრაფიკით
ლოგიკით არასრულად იქნება აკრძალული მომავალი წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე, ხოლო მომდევნო წლებში უკვე 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე პერიოდებში. რუსეთის მთავრობამ ტასში ატყობინა, რომ ასეთი ტერიტორიების სია არ არის დასრულებული და შეიძლება ის კიდევ შეიცვალოს. 1 ნოემბრიდან რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზების კანონი მოქმედებს, რომლითაც არარეგისტრირებულ მაინერებს ელექტროენერგიის ლიმიტად თვეში 6000 კილოვატი უწესდებათ. As 70 წლის შემდეგ პირველად შოკოლადის მწარმოებელი Cadbury სამეფო კარის ორდერის მქონე კომპანიების სიიდან ამოღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უინძორების ოფიციალური მომარაგებელი აღარ არის. მიზეზი სავარაუდოდ Cadbury-ის მფლობელი კომპანია Mondelez International-ის რუსეთში ოპერირება. საქმე კი ის არის, რომ წლის დასაწყისში მეფე ჩარლზ უკრაინის მხარდამჭერმა ჯგუფმა Before Ukraine მოუწოდა შეეჩერებინათ სამეფო ორდერი ყველა იმ კომპანიისათვის, რომლებიც რუსეთში ოპერირებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობენ. ერთ-ერთ პრიორიტეტად ჯგუფმა სწორედ Mondelez-ი დაასახელა. ბირმინგემში ბაზირებულ შოკოლატერიას სამეფო ორდერი პირველად დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარმა 1854 წელს მიანიჭა. სამეფო მხარდაჭერა კომპანიამ ჩარლზ მესამის პირობებში დაკარგა. Cadbury-ის მფლობელი ამერიკული Mondelez-ი აღნიშნავს, რომ კომპანია ორდერის დაკარგვით იმედგაცრუებულია. ფრანგულმა საბანკო საფინანსო გიგანტმა BNP Paribas-მა $5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად AXA ინვესტმენტის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია AXA გრუპის შვილობილია და ის საინვესტიციო საქმიანობით არის დაკავებული, განსხვავებით AXA-ს ძირითადი საქმიანობისგან, რომელიც დაზღვევას წარმოადგენს. გარიგების პირობებზე ორივე მხარე თანახმა, რაც იმას ნიშნავს, რომ BNP-ის საინვესტიციო პორტფელის გაფართოება, ხოლო AXA გრუპს ნაღდი ფულის მიღება და სადაზღვევო საქმიანობის გაძლიერება სურს. თუ მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ტრანზაქცია დადასტურდება, მაშინ ევროპაში ახალი საინვესტიციო ჰოლდინგი გაჩნდება, რომლის აქტივების მოცულობაც $1.5 ტრილიონ მიაღწევს, რაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბანკები განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ შესყიდვის და შერწყმის სტრატეგიას, რაც მზარდი კონკურენციით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ინვესტორები და კლიენტები როგორც წესი უმსხვილეს ჰოლდინგებს ირჩევენ, რაც შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებს გაერთიანებისკენ უბიძგებს. ევროკავშირის მიერ სანქციების მე-15 პაკეტის დამტკიცების ფონზე უმსხვილესმა იტალიურმა ბანკმა San Paolo-მ რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების სრულად შეწყვიტა. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მენეჯმენტმა დამოუკიდებლად მიიღო და ის მიზნად ისახავს სანქციების აღსრულების ხელშეწყობას. ინტესა San Paolo-ს განმარტებით იმ რუს კლიენტებს, რომლებიც იტალიურ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, მათ ანგარიშის გახსნა უკვე ევროპულ ბანკში მოუწევთ. აქ ბანკი მხოლოდ იმ კლიენტებს მოიაზრებს, რომელთაც სანქციები არ ეხებათ და ევროპული საფინანსო სისტემით სარგებლობის უფლება ჯერ ისევ აქვთ. ამ გადაწყვეტილების გარდა ინტესამ რუსეთში დაფუძნებული შვილობილი ბანკის საქმიანობის შეზღუდვის და ქვეყნიდან ეტაპობრივად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღობიან. ჩვენ ხვალ საღამო 7 საათზე შეხვდებით ერთმანეთს BMG TV-ს ეთერში.